21 მიკრორაიონში მდებარე ბაგაბაღების გაერთიანების 33 ფილიალს რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. პრობლემა წყალგამტარი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია რუსთავწყალის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად პრობლემის აღმოსაფრხვლად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მობილიზება რუსთავწყალმა უზრუნველყო. თემის დეტალები ჩვენ სიუჟეტში. რუსთავის ბაგაბაღების გაერთიანების 33 ფილიალს მთავარი მკვლევარი მილის დაზიანების გამო რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფრხვლად კი საჭირო მასალებისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზება კომპანია რუსთავისწყალმა საკუთარი რესურსით უზრუნველყო. ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 40 მმ-იანი პლასმასის მილის მონტაჟი მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ. რუსთავის წყალი პროცესის დასრულებამდე დაწესებულების სასმელი წყლით მომარაგებასაც უზრუნველყოფს. კომპანია მიიღო გადაწყვეტილება ყველა საჭირო სამუშაო შეასრულოს თავიანთი სახსრებით და მანამ დაჭირდებოდა მობილიზაცია მექანიზმის და მასალების ჩვენს მიერ დაყენებული იქნა იქ წყლით მანქანა, რომელიც 3 დღის განმავლობაში ესე ვთქვათ აწვდიდა წყალს ამ საბავშვებაღს. დღეისათვის მუშაობა დაწყებულია. იცვლება 40 მმ-იანი მილი. იდება პლასმასის მილი 40 გზივი მეტრი უნდა გამოვცვალოთ და უნდა მოეწყოს ჭა და ურდული უნდა დავამონტაჟოთ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგის ლეილა მიქელაძის განცხადებით, წყალმომარაგების პროცესში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით რეაგირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ და კომპანია რუსთავის წყალმა უმოკლეს ვადაში განახორციელეს. ჩვენ პირველ რიგში მივმართეთ ჩვენი ბაგაბაღების გაერთიანებას, მათ მოახდინეს ნამდვილად სწრაფი რეაგირება, მიმართეს მერიას, საკრებულოდ საქმის კურსში იყო და აი მინდა ნამდვილად დიდი მადლობა გამოვხატო რუსთავწყალის მიმართ, მათ ძალიან გულთან ახლოს მიიტანეს ეს ჩვენი პრობლემა, მოვიდნენ და ახლა დღესაც მიმდინარეობს ამ აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბაღს მათ არ შეუქმნეს პრობლემა წყლით მომარაგების საქმეში და ყოველ დილით დიდი ცისტერნით მოქონდათ წყალი და აი ახლაც ჩვენ სეზონში დგას ეს მანქანა და ჩვენ წყლის მომარაგების მხრივ პრობლემა არ ქონებია. რუსთავის ბაგაბაღების გაერთიანების 33 ფილიალს, რომელიც 300-ზე მეტ აღსაზრდელს ემსახურება, წყალმომარაგება ხვალიდან აღუდგება.